ზოგჯერ ვფიქრობ, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობდნენ ინტერნეტში და როგორ შეიძლება ხალხს ჯერ კიდევ არ გაეგოს, რომ ამ იდიოტებს ხმის მიცემის უფლება აქვთ. ანუ ხალხო, როგორც ნეით ფრიდმენი ამბობს, გაცნობებთ ახალ დემოკრატიულ პარტიას. Hongs უჯერ მხარს თუ Tiffany's? მე ფრანჩესკო ჰონგს უჯერ მხარს. და რატომ? ის უნდა რომ აის გაუქმოს და როგორც ყველა მისი კარგი, ძალიან ბევრი სხვადასხვა პოლიტიკა. ესეთი ბევრი სხვადასხვა პოლიტიკაა. გააგრძელე. უბრალოდ მოგვიყევი მათ შესახებ ძვირფასო ჭკვიანო, ვინც ფრანჩესკას სახელი იცი. ყოჩახ, შენ ჭკვიანო კაცო, ყველაფრის მცოდნე. ხო, მაგალითად მე საკუთარ თავს მემარცხენედ თვლი. არანაირად. მე ფიქრობ რომ მათ სჭირდებათ ბიჭებო. ის მემარცხენეა. ანუ არ მჯერა რა, არ არსებობს, შეუძლებელია. ეს იქნება დიდი ცვლილება იმაში თუ როგორ ვუყურებ ჩვენს პოლიტიკას ვისკონსინში და მთლიანად შტატში. ვფიქრობ ის სწორ მიმართულებაში წაგვიყვანს. აბსოლუტურად, და მგონია რომ მთელ ქვეყანაში სოციალიზმის დალვას ხედავთ. ნიუ-იორკიდან ვარ და ჩვენ მამდანი ავირჩიეთ. ასე რომ ნამდვილად გვინდა მოვისმინოთ რა სიტყვის დემოკრატიული პარტიის ახალი სახე. რას ეტყოდით იმ დემოკრატებს, რომლებიც შეშფოთებულნი არიან, რომ მათი პარტია სოციალიზმისკენ მიდის? არ ინერვიულობთ რომ კომუნიზმისკენ წავალთ, რადგან ეს შეერთებული შტატებია, ეს არასდროს მოხდება მართლა. სხვათა შორის ახლა ხან ვიღაცამ X-ზე დაწერა, ზუსტად ვერ ვიხსენებ რა ეწერა, მაგრამ ამბობდა, შეგვიძლია შევწყვიტოთ ამის DSA-ით მოხსენიება და თავი მოვაჩვენოთ. თითქოს ეს დემოკრატიული პარტიაა, შეგვიძლია უბრალოდ კომუნისტები უწოდოთ. იმიტომ რომ სწორედ ესენი არიან, ისინი თვით გამოცხადებული კომუნისტები არიან, რომლებიც ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და ნახეთ, ფრანჩესკა 97%. ძირითადად. და ჩვენ ახლა ფაშიზმისკენ მივდივართ. აბა რა უფრო ცუდია, სოციალიზმი თუ ფაშიზმი? და ჩვენ ყოველთვის ორივე მხარეს ვეკითხებით. რესპუბლიკელები ღელავენ, როცა ისმენენ ISIS გაუქმების შესახებ. არ იციან რით უნდა ჩანაცვლეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რით უნდა ჩანაცვლეს ISIS გაუქმების შემდეგ? არაფრით. პატიოსნად რო გითხრათ. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი უკანონო ვერ იქნება. ჩვენ უბრალოდ უნდა გქონდეს უკეთესი პოლიტიკა და მივცეთ ყველა საშუალება, ვისაც ჭირდება ქვეყანაში შემოვიდეს. ხო. ადამიანი უკანონო ვერ იქნება. არავინ უნდა ჩაითვალოს უკანონოდ. ჩვენ უბრალოდ უნდა მივცეთ ადამიანებს ქვეყანაში შემოსვლის უფლება. იცი რა ხდება, როცა ადამიანებს ქვეყანაში შემოსვლის უფლებას აძლევ? ანუ ეს ისეთი უცნაური დამთხევაა. მოდი გაჩვენებ ერთ ძალიან საინტერესო პოსტს, რომელიც ახლახან ვნახე. უბრალოდ შეხედე ამას. ბევრ ადამიანს მემარჯვენე ფლანგზე უყვარს DSA-ის ზრდაში ბრალის დადება თეთრ სოციალისტებზე. სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო მძიმეა. ნიუ-იორკში უცხოეთში დაბადებულმა ამომრჩევლებმა ზორა მამდანის 62%-ით მიცეს ხმა. და მიჩიგანი, იცი, დირბორნი, სადაც ბევრი სომალელია. აბდულ ელ-საიედი, 94% არაბი ამომრჩეველია. ელონ მასკმა ამაზე ასე უპასუხა. ვაუ, კარგი, პირდაპირ ვაუ. ეს არ არის შემთხვევითი, რომ ისინი ამბობენ, უბრალოდ გახსენით საზღვრები, შემოიყვანეთ ისინი. რატო ფიქრობთ, რომ ისინი ღია საზღვრების პოლიტიკას აწვევიან, რაც სიგიჟეა? თუ მესამე სამყაროს ქვეყნებიდან ხალხს შემოიყვან, შენ რეალურად მიიღებ მესამე სამყაროს ქვეყანას. ეს რთული არ არის, ანუ შეხედე ამ სხვა ტვიტს. ყველაზე დიდი სულელი ხარ თუ შხამიანგოლ სახში შეიყვან აჭმევი, ცავუვლი და მერე საკუთარ თავს არ თუნებ, რომ ის შეგიყვარებს. გველი შხამიანობას არ კარგავს მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად მოეკეცი. კარგი, ეს უბრალოდ შეგახსენებთ. მიზეზი, რატომაც დემოკრატიული პარტია და DSA ასე ძლიერად ცდილობენ ღია საზღვრების მიღწევას, არ არის ის, რომ მათ ადამიანობა აინტერესებთ. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ იციან, რომ ეს მიგრანტები და ეს გიჟური არალეგალური ადამიანები, რომლებიც შემოდიან, ისინი მათ მისცემენ ხმას და ხელისუფლებაში მოიყვანენ, რადგან რესპუბლიკელებს არ მისცემენ ხმას, რომლებიც მათ აქ არ სურთ. ეს მარტივი მათემატიკაა. და შემდეგ ქუჩაში დგას ეს სასარგებლო იდიოტი და ამბობს, რომ ყველასთვის უნდა გავხსნათ კარები. ეს სტრატეგიაა, მეგობრებო. ანუ ფიქრობ რომ საზღვარი უნდა გავხსნათ? აბსოლუტურად. ხო. ვიცი, მაგალითად ნიუ-იორკში ერთი ბიჭისგან გავიგე, რომელიც ამბობდა, რომ საზღვრის გახსნის ეშინოდა, რადგან ფიქრობდა, რომ სხვა ქვეყნებიდან კრიმინალები შემოვიდოდნენ. რას უპასუხებთ იმას? გულისხმობ, ისინი უკვე აკეთებენ ამას. უბრალოდ ისინი საზღვარს არ იყენებენ. ისინი უბრალოდ სხვა გზას იპოვიან. მაგრამ გონია რომ ამ ეტაპზე ისინი ისევე ღელავენ ჩვენი დამნაშავეების თავიანთ ქვეყნებში გადასვლაზე. ხსმენია ეს? ხსმენია, რომ მექსიკა შეშინებულია ამერიკელი დამნაშავეების საზღვრის გადაკვეთის გამო, ხო ასეა? ამას სულ ხედავ ახალ ამბებში. ყველა ეშინია ამერიკელი დამნაშავეების, რომლებიც ვენესუელაში ცდილობენ გადასვლას და დასახლებას. რა თქმა უნდა, კანადა. ხო, ეს ყველასთვის ცნობილია. ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა. მათ არც კი აქვთ რეალური თანმიმდევრული არგუმენტები. ისინი ამბობენ აბსურდულ განცხადებებს და ვერაფერს ამტკიცებენ, არაფერი აქვთ ამის დასადასტურებლად. ეს უბრალოდ დღემდე მიკვირს ეს ყველაფერი. არსობით ასეთი ვიდეო მაქვს ნანახი და მაინც მიკვირს. ხო, ესია. და რა აგრაფთოვანეთ ყველაზე მეტად ფრანჩესკა
დარსგა ჰონგში. ცოტა წავიკითხე მასზე, რა თქმა უნდა, სანამ ამას გავაკეთებდით და მას უნდა რომ მთავრობა მართოს სასურსათო მაღაზიები. მაგრამ ასევე აქვს საინტერესო პოლიტიკა, სადაც უნდა რომ სახელმწიფოს ჰქონდეს საკუთარი ბანკი. ხო, და ასევე თემის მიერ მართული საავადმყოფოები. თუ საავადმყოფოს გაყიდვა უნდა, საზოგადოებას შეუძლია მართოს ის. არის თუ არა რაიმე პოლიტიკა, რომელიც ყველაზე მეტად გიტაცებს? გულისხმობ. საავადმყოფო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ჩემთვის, რადგან ეს უნივერსალური ჯანდაცვის დასაწყისია. ხო. მარტივად რო თქვა, ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ჯანდაცვა სჭირდება, მაგრამ ვერ შეძლებს მის გადახდას. თუ ოდესმე ყოფილხართ საავადმყოფოში, ამას გეტყვით, არ გინდათ რომ იგივე ადამიანები, რომლებიც თქვენ საზოგადოებას არაეფექტურად და პოლიტიკით მართავენ, მართავდნენ თქვენ საავადმყოფოსაც. თქვენ გჭირდებათ სამედიცინო დახმარება. ხო, და ეს უბრალოდ გახსნიდა ყველაფერს. ეს ძალიან ბევრი ადამიანს დაეხმარებოდა. ხო, ხო, აბსოლუტურად. მაგრამ ხო იცი, ის რომ ერთ-ერთ მაგალითზე უპასუხა აჩვენებს, რომ სინამდვილეში ფრანჩესკა ვონგის პოლიტიკებიდან არც ერთი არ იცის, წარმოდგენაც არ აქვს. ის უბრალოდ ამბობს, ხო, საავადმყოფო და ეს მართლა კარგად ჟღერს, ეს მართლა კარგია. კიდევ არის რამე, რისი გაზიარებაც გინდა შენი თაობის შესახებ და როგორ ბძნობ თავს ამ ქვეყანაში. არის რამე, რითაც უკმაყოფილო ხარ ან პირიქით კმაყოფილი? ბოდიში. ეხლა ძალიან кайფში ვარ. ვერ არა, ვფიქრობ ესე შემიძლია. ბედნიერი. კარგი, აბსოლუტურად. აი ეგა. დიგვერს? მე არ მიგვერს. არა, სულაც არ მიგვერს. ვაი. აი ამიტომ ეკიდებიან ბავშვებს. მადლობა რომ ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს.